რამდენიმე ცენტრალური მაგისტრალი საავტომობილო და საფეხმავლო ხიდები ეს ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტის შემადგენელი ნაწილია, სადაც 2 წელია სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. Ამ დროისთვის უკვე თითქმის დასრულებულია გზის გაყვანა სამტრედიამდე, სავარაუდოდ რამდენიმე დღეში ახალ შემოვლით მაგისტრალზე მოძრაობა გაიხსნება. ქუთაისის შესასვლელთან რამდენიმე დღეში ახალი მაგისტრალი გაიხსნება. სამტრედიამდე გადაადგილებას მგზავრები ისე შეძლებენ, რომ ქალაქში შესვლა საჭირო აღარ იქნება. ქუთაისის ახალი შემოვლითი გზა 32 კილომეტრიანი იქნება და მოძრაობის ხანგრძლივობას გაანახევრებს. Გადავშურეთ როგორც ქუთაისის გეგმით ერთ-ერთი მთავარი შემოსული გზა იქნება მიტიას ქუჩაზე მოხდება გზავა. პროექტი დაწყებულია თვითონ ქუჩის მოდერნიზაციით, ოფიციალურად იქნება გადაკეთებული და ცენტრალური შეხვედრა ქალაქში განაგრძობა. 10 საავტომობილო, 5 საფეხმავლო ხიდი და რამდენიმე ცენტრალური მაგისტრალი ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტის შემადგენელი ნაწილია. სამშენებლო სამუშაოები ამ ტერიტორიაზე 2 წლის წინ დაიწყო, თუმცა ჩხაროსნული მაგისტრალის ამ მონაკვეთის პროექტი 2011 წლის დასაწყისში გაკეთდა. პროექტის ათვლა 2011 წლიდან არის დაწყებული, მაგრამ რეალური სამუშაოები დაიწყო 2012 წლიდან. ეხლა ფაქტიურად ჩვენ ქუთაისის შემოვლითი გზის 17 კილომეტრს და სამტრედიის შემოვლითი გზის 14 კილომეტრზე ცოტა მეტს ერთდროულად გავხსნით. ახალი ჩხაროსნული მაგისტრალი სოფელ ნახშირღელეს გადასახვევიდან იწყება. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების თანადაფინანსებით გზის მშენებლობისთვის 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გზის გახსნამდე ბოლო სამუშაოები დღეს ვერტფრენიდან დაათვალიერა. ქუთაისში არანაირი ტრანზიტს აღარ მოუწევს შესვლა და მთლიანად გადმორთული იქნება ამ მონაკვეთზე. 6 კილომეტრით ამცირებს ძველ გზასთან შედარებით და დაახლოებით 9 საათი მაინც არის ის დრო, რომლითაც მგზავრობის ხანგრძლივობა შემცირდება. იყო რიგი ცვლილებები პროექტში რაღაც უზუსტებების გამო. მოგვიწია რამდენიმე კოლონის რიგელების დაშლა მთლიანად და შესვლა და არ დავთმოთ არანაირად ხარისხი დროის მაგივრად. ეს მონაკვეთი მთლიანად ბეტონის საფარით არის გაკეთებული. 30 წელზე მეტია მისი ექსპლუატაციის ხანგრძლივობა. ახალი გზა სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაიხსნება. საზეიმო ცერემონიალისთვის უკვე დაგეგმილია საავტომობილო შოუს მოწყობაც.